მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ გამაგდო, გაცხელ ტელეფონი და გამაგდო. TikTok-მა გამაგდო, ისეთი სიცხეა აქ, რომ არ ვიცი. ძლივს შემოვედი მეგობრებო. აი, ძლივს შემოვედი. ასწავლად ჭედავს ტელეფონი. ხო. ვაცურავებ, ანა მარია, ვაცურავებ ყინულში. გაჩერდი გოგო, კირჩხიბი. რა დღეში გაქვს ნერვები? კიდე ჭედავს მეგობრებო. არ ვიცი როდის გამაგდებს. თუ გაითიშება, იცოდეთ რომ მეც აღარ შემოვალ და ისე გავაგზელებ ჩაწერას და ავტვირთავ მერე. ხო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი დახასიათება. რატომ ეძებდი? ქალო, რატომ ეძებდი? ჩემთანაც გაითიშა. ხო, გამაგდო და როგორ ვიქნებოდი? მეგობრებო. დღეს მაქვს ესეთი ძალიან კარგი თემა. არ ვიცი თუ გაიგონეთ რაც ვთქვი. დღევანდელი ჩვენი სასურველი თემა არის თუ დაოჯახდებით წლის ბოლომდე. წელს თუ იქნება თქვენი დაოჯახება. ესეთია დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა. ხო. რეკლამას რომ ვიკეთებთ. დავით უღრმესი მადლობა. ხო, კირჩხიბი გაიხარე, ჩემო ლამაზო. ვიღაცა მოაჯადოვა ჩვენი ლაივიო, ამბობს დოჩი. ნუ რა ვქნათ ეხლა ჩვენ აქ ჯადოქრები ვართ და აიტ ორგანაწერს. ხო. დღეს ისეთი ლაივი გვაქვს, ხო? არ გვაცდიან მეგობრებო, არ გვაცდიან. მე ეხლა მოდი როგორც ასეთი ჩვენი დღევანდელი თემასთან დაკავშირებით, თქვენი ახალი პარტნიორია თუ ძველი, რა ვიცი, ვინც არის ის ადამიანი, ვისთანაც დაოჯახდებით. ხო? იმის დახასიათება ვნახოთ ეხლა. ვინ იქნება მე არ ვიცი ეხლა, უბრალოდ მისი დახასიათება. ვისთანაც დაოჯახდებით, იმ ადამიანის დახასიათება მინდა ამოვიკითხო. ხო. ხო. იმ ადამიანის დახასიათება მინდა წავიკითხოთ მეგობრებო. ხო, მამაკაცებმა შემოაბრუნეთ. არავინ არ ჩაიფიქროთ. უბრალოდ ჩაიფიქრეთ ასე. ვინ იქნება ის ადამიანი, ვისთანაც დაოჯახდებით? მისი ენერგიები მაინტერესებს. დავიწყოთ. აბატონო, მიყვარს. ამიტომ მიყვარს ესეთი თემები. აი, ნახეთ ახლა. ოხედავთ. ეს ადამიანი იქნება ძალიან დიდი სიურპრიზების მოყვარული, ინიციატორი სიურპრიზების. ეს ადამიანი ყველანაირად გაგაკვირვებთ, ყველაფრით გაგაოცებთ, ყურადღებით, საჩუქრებით, ყვავილებით, გაგანებივრებთ. ეყვარება ესეთი სიურპრიზები ეყვარება. მიყვარს ესეთი ადამიანები, კიდევ მისი ენერგიები. ხო, ეს ადამიანი მოგიშუშებთ ტკივილებს, დაგროვებულ ტკივილებს. ამ ადამიანთან სიამოვნებით მიირთმევთ ან ყავას, ან ჩაის, ან თუნდაც რაღაცას, ხო, ცხელ შოკოლადს, როგორც მე ვიტყვი ხოლმე. ხო, აი ამ დაგროვებულ ემოციას, მეგობრებო, თავისუფლად გამოამჟღავნებთ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი იქნება ის, ვინც მოგიშუშებთ ჭრილობებს და იარებს. კიდევ ბატონო, იქნება ძალიან სამართლიანი. ეს იქნება ურთიერთობა, სადაც იქნება რწმენა, მეგობრობა, სამართლიანობა და იმედი. აი, ზუსტადაც დღევანდელი ჩვენი თემა, მეგობრებო, მიყვარს ესეთები. კიდევ, როგორი იქნება თქვენი ადამიანი? ხაი ხედავთ. აი, ის ადამიანი, ვისთანაც დაოჯახდებით, როგორი იქნება? როგორი იქნება?
ამ ადამიანს ძალიან ბევრი ტკივილი აქვს გავლილი ცხოვრებაში. ამ ადამიანს ძალიან ბევრი უარყოფითი სიტუაციები აქვს გავლილი ცხოვრებაში. ამ ადამიანის ცხოვრებაში მაგიები იყო შეცდომები, იყო ტკივილები, სხვებისგან მიყენებული ტკივილები. ყავდა ძალიან ბევრი არაკეთილის მსურველები, რომლებმაც ისეთ სიტუაციაში შეიყვანეს მეგობრებო. აი ხედავთ ხო მეგობრებო? ხო, ამ ადამიანს ძალიან ბევრი ფანტაზიები ჰქონდა თავის ცხოვრებაზე, მაგრამ არ აუსრულდა, მხოლოდ ჰქონდა ფანტაზიები. კიდევ, როგორი იქნება თქვენი ადამიანი? როგორ უნდა მოიცნოთ ის, როგორი იქნება თქვენი ადამიანი? როგორ იქნება მეგობრებო და ძალიან ჩქარი, ძალიან იმპულსური, ძალიან ემოციური, ძალიან მხურვალე, ეს იქნება ცეცხლის სტიქია, ეს შეიძლება იყოს ძალიან ქარიზმატული. ამ ეციდება. ხო, დოჩი, ფანტაზიური კი არისო. ეს შეიძლება სულაც არ იყოს შენი ყოფილი ან ნაცნობი ადამიანი. მეგობრებო, ეხლა ყველაფერს ესე მივიტანთ. ვიღაცებთან იქნება და ვიღაცებთან არ იქნება. ვიღაცები იცნობს და ვიღაცები არ იცნობთ. ხო. ესე ერთი ხელის მოსმით, მივამ გავნებთ ჩვენს ნაცნობს თუ უცნობს. ხო, რა ვიცი ხა, ვისთან როგორ? კი ბატონო, არ გეწინააღმდეგებით, ვისთან როგორ? ხო. მამაკაცები არ არიან ფანტაზიორები, ქალბატონებიც არიან ფანტაზიორები დოჩი. ბევრი ვიცი ქალები, რომლებიც ფანტაზიორები არიან. მამაკაცებს უნგრევენ ცხოვრებას. ბევრი ვიცი ასეთი და თუ გინდა პირადში მოგწერ. ხო. არ თქვათ მასე გოგოებო. არიან ადამიანები, რომლებსაც თავისმა მეორე ნახევრებმა ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს. თუნდაც არა მეორე ნახევრებმა, თავისმა საყვარელმა ადამიანებმა, აი ესე ვიტყვი, ხო. არიან ესეთი ქალებიც, მეგობრებო, თქვენ არ იცით ქალები როგორები არიან? ხო, აი ამიტომ გეუბნებით, კარგი დაგლახა ყველგანა, ასე რომ არ გინდათ ესეთი რაღაცეები, ხო. გავაგრძელებ ეხლა. ხო. კიდევ, როგორი იქნება თქვენი ადამიანი? ძალიან თავისუფალი. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც გაექცა და გამოვიდა იმ წარსული ტყვეობიდან, რო იტყვიან. ტყვეობიდან გამოვიდა ეს ადამიანი სრულიად თავისუფალია, მეგობრებო. თავისუფალია ყველანაირად, კი. კიდევ. მისი ენერგიები როგორია ეს? ძალიან ბედნიერია. ძალიან ბედნიერია. ძალიან კარგ სიტუაციებში იმყოფება. ამ ადამიანის ცხოვრებაში ბედის ბორბალია და ეს ადამიანი თავის ბედის ბორბალს ელოდება. ამ ადამიანის ცხოვრებაში უკვე ბედის ბორბალი ტრიალებს. ასე ვიტყვი. კიდევ. მისი ენერგიები. ბატონო. ეს არის ძალიან ენერგიული. ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ერთგული. ამ ადამიანთან ენერგიას იგრძნობთ. ამ ადამიანთან გექნებათ ხვავიც, ბარაქაც, თავისუფლებაც. აი ძალიან ისეთი, აი ხო გეუბნებით მეგობრებო, სამართლიანი ურთიერთობა გელოდებათ ამ ადამიანთან სიბერემდე მთელი ცხოვრება. ამ ადამიანთან გელოდებათ ტკბილი სიბერე მთელი ცხოვრება. თქვენს ტკივილებს დატოვებთ წარსულში. წარსულ მოგონებებში მეგობრებო. ხო, ცუდს აღარ გაიხსენებთ. საერთოდ აღარც გეცლებათ ცუდის გასახსენებლად ამ ადამიანთან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ ადამიანთან ნახეთ როგორი ცხოვრება გელოდებათ. ენერგიის მომატება. ჯერ ერთი აქედან დავიწყებ. პრიზიმლენიე, ანუ მიწის სტიქიაში იქნებით, ძალიან კარგი ურთიერთობა გელოდებათ. აი, იცი როგორი ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან, მოილაპარაკებთ ყოველთვის. გექნებათ მოლაპარაკება, გექნებათ შეთანხმება, ხშირად დაურეკავთ, როდესაც ერთად არ იქნებით, ან დაკავებული იქნებით, ან იქნებით, ყოველთვის ისაუბრებთ, ეს ადამიანი ყოველთვის მოგიკითხავთ, თქვენც მოიკითხავთ, მაგრამ ესეც მოგიკითხავთ, ყოველთვის გექნებათ მოლაპარაკება, მეგობრებო, ყოველთვის იქნება ესეთი, აი ნახეთ,
გამომეტყველება ამ ადამიანის ბედნიერი, ხო? აი ეს გექნებათ მასთან. ეს ადამიანი ძალიან ბევრ რამეში დაგიდგებათ გვერდით. ძალიან ბევრ რამეში მოგიდგებათ, მოგეხმარებათ, დაგეხმარებათ, შეგეხიდებათ. აი იმ წამში თუ კი რაიმე გჭირიათ და მას შეუძლია ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, ხო? იმ წუთას სიუჟე მინუტუ ნახეთ. იმ წუთას თქვენთან გაჩნდება მეგობრებო, სამართლიანი ურთიერთობა, სადაც იქნება სითბო, სიყვარული, ენერგია, აი იმედი, რწმენა, ხო, ყოველთვის იქნებით ერთად. ძალიან ისეთი ჰარმონიული, აი არ ვიცი რა ვთქვა, ალბათ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეხლა რასაც მე ვაკეთებ, ეს გაშლა ესეთი უნდა ყოფილიყო მეგობრებო. დოჩი, უთხარი რომ მიყვარს უკვე. წეღა რომ ვიღაცას ადარებდი, აბა? არა, სასწაული გოგო ხარ შენ. ხალი ვულკანი. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იქნება თქვენი ურთიერთობა და ის ადამიანი, ვინც თქვენს გვერდით იქნებით ესეთი მასთან ერთად. ძალიან კარგია, ძალიან მიხარია. ხა, ძალიან მიხარია, ასე რომ ეს რა ბიჭი დავითრიეო. ჯერ სათხარ შენ? ჯერ სათხარ? ხა. შენ სიტყვებს უკან წაიღებ, იცოდე? ყველას გაუმართლებს მეგობრებო. ვისაც რწმენა აქვს, ვისაც უფლის წამს, ვისაც სიბოროტე არ აქვს გულში, აუცილებლად ყველას გაუმართლებს. არ ვჩერდები, არ გამაჩეროთ, всё. მივდივარ წინ. ხო, ესეთი იყო მოკლედ თქვენი მომავალი პარტნიორის და ურთიერთობის რა ქვია მაგას. ხო, ეხლა მოდი დავიწყოთ. ეხლა დავიწყოთ თქვენი ურთიერთობა. თუ დაოჯახდებით წელს. ესეთია ჩვენი დღევანდელი თემა. თუ დაოჯახდებით წელს, ძალიან ცოტას გადავაბრუნებ. ბევრს არ გადავაბრუნებ, ისე ძალიან ცოტას გადავაბრუნებ, მეგობრებო, რომ მაინც რაღაც გამორჩეული და განსხვავებული გამოვიდეს. მოკლედ. ესეთია, მე მიყვარს ესეთი საუბარი ნამდვილად. კარგი რაღაცებზე მიყვარს საუბარი კი. აღარ დავიღალეთ უკვე, დავიღალეთ ამ ცუდებით, მეგობრებო, დავიღალეთ. კარგი განწყობა უნდა შევიქმნათ, რა თქმა უნდა. ხო. თუ დაოჯახდებით წელს. ხო, ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც დაოჯახდებით, რას წარმოადგენს და მისი დახასიათება. ეს ყველაფერი უნდა ამოვიკითხოთ დღეს მეგობრებო, მინდა კარგად გადაურიო დასტები, ამიტომ ენერგიები გამოუშვით. დავიწყოთ აბა, ვინ არის ის ადამიანი? ვინ არის? როგორია ის ადამიანი? ეს ადამიანი ურთიერთობიდან წამოსულია. ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ გამოსულიყო სამკუთხედიდან. მეგობრებო, აი ნახეთ უბრალოდ, როგორ საუბრობს კარტი. ამ ადამიანმა დაასრულა სამკუთხედები. ამ ადამიანმა დაამთავრა კი. ამ ადამიანმა გამოვიდა იმ რთული სიტუაციებიდან, რაც შეიძლება ყოფილიყო სამკუთხედებში. სამკუთხედი ყველანაირი შეიძლება იყოს. ადამიანებიდან, სიტუაციიდან, გარემოებიდან და მოკლედ ყველაფრიდან. ეს ადამიანი იმყოფება ეხლა რაღაც ისეთ კეთილშობილურ საქმიანობაში. ეს ადამიანი ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს, როგორც ჩანს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ქველმოქმედიც, ძალიან კეთილი, ძალიან კეთილგონიერი. ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს კიდევ საჩუქრების გაკეთება. ხო. ეს იქ დახასიათებაშიც თქვა. კი ბატონო. კიდევ ამ ადამიანს ზალა აქვს, სიტყვის ზალა აქვს, სიტუაციის ზალა აქვს, ძალიან ბევრი გამარჯვება აქვს. იქნებ გაიმარჯვა იმ წარსულზე, რაც ქონდა მას გავლილი. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი რწმენა აქვს ამ ადამიანს და ძალიან ისეთი თავდადებული ადამიანია. შეიძლება ბევრი მიღწევები ქონდეს, ბევრი სიგელები ქონდეს, შეიძლება ბევრი გამარჯვებები ქონდეს. აი ხო გეუბნებით, შეიძლება ამ ადამიანს კიდევ უყვარდეს კონტროლი. ნუ კონტროლი იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ზედმეტი. არა,
ზოგადად ყველაფერს აკონტროლებს, სიტუაციას აკონტროლებს, ხო, აი სიტუაციის კონტროლი უყვარს. ძალიან დიდი რწმენა აქვს და ძალიან ბევრი მიღწევები აქვს ამ ადამიანს. კიდევ. მოდი ცოტა რამ ვკითხოთ, რა იყო მის ცხოვრებაში? რა იყო მის ცხოვრებაში? ძალიან მაინტერესებს კიდევ. რა იყო მის ცხოვრებაში? რაც უნდა ვიცოდეთ. ძალიან ბევრი მოულოდნელობები, რასთან დაკავშირებით. ხო. მის ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი მოულოდნელობები, ორი რაღაც. ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს ორი შვილი, ორი მანქანა, ორი პარტნიორი, ორი სახლი, ორი კარი, ორი სამსახური, ორი ტელეფონი, შეიძლება ორიანებიერიოს მის დაბადების წელ და რიცხვში. ხო, კიდევ რა შეიძლება რო გითხრათ. ძალიან დიდი უფლის რწმენა აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანის ცხოვრებაში იყო წაქცევა, დაცემა და უფლის თხოვა იმის რომ ფეხზე დამდგარი იყო. იმის თხოვა რომ ამ ადამიანისთვის უფალს მიეცა ჯანმრთელობა, რომ თავისი შრომით მიეღწია ყველაფერს. კიდევ რა იყო მის ცხოვრებაში? რა იყო მის ცხოვრებაში? დღეს სასწაულად საუბრობს კარტი. ძალიან ბევრი გაურკვევლობა. ამ ადამიანმა არიცოდა საით მიდიოდა მისი ცხოვრება, ან საით მიდიოდა თვითონ. კიდევ რა იყო მის ცხოვრებაში? მის ცხოვრებაში იყო ურთიერთობა, რომელიც ნერვიულობით დასრულდა. უბრალოდ ნახეთ, როგორ საუბრობს კარტი, მეგობრებო. იყო ჩხუბი, იყო გაურკვევლობა, იყო კამათი, იყო დესპოტური ცხოვრება, დაბრკოლებები, ოჯახური პრობლემები, არეულობა იყო ეკონომიური გაჭირვებაც. კი, რაღაც გადაწყვეტილებების გადადება, მეგობრებო. მოკლედ რო იტყვიან, ბედი ჩაერია თავის ცხოვრებაში და ეს ყველაფერი ამ ადამიანმა რა იყო მის ცხოვრებაში და ეს ადამიანი ახლა წარსულს ესე უყურებს შორიდან. შორიდან უყურებს წარსულს. თავის გავლილ ცხოვრებას უყურებს, მეგობრებო. კიდევ. მოდი ახლა ვკითხოთ. ეხლა ამ წუთებში რას აკეთებს ეს ადამიანი და რითია დაკავებული? ეს ადამიანი რითი რა საქმიანობით არის დაკავებული? ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მეგობრებო. ამ ადამიანს აქვს ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. ფიქრობს ეხლა უყურე, იმოქმედოს თუ ისევ გაჩერდეს იმ რაღაც სიტუაციაში. ხო, ეს მოქმედების კარტია, ეს გაჩერების კარტია. ანუ უყურეთ ეხლა, ძალიან ისეთი განათლებულია, ძალიან კეთილგონიერია, ძალიან თბილი და მოსიყვარულია, ძალიან მზრუნველია. ხო, აქ შეიძლება იყოს ყოფილი დაოჯახებული არა. ანუ უყურეთ როგორა მეგობრებო, ეს შეიძლება იყოს ვინმესთან შეიძლება იყოს დაოჯახებულიც და ვინმესთან განქორწინებულიც. თუმცა ადამიანი იმყოფება მარტო. ეს ადამიანი არის ძალიან აი როგორ გითხრათ, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ხო, ძალიან ისეთ ცეცხლის სტიქიებში, ძალიან მხურვალე. ესეთ შეიძლება იყოს. აქ შეიძლება იყოს ასაკში სხვაობა, ხო გეუბნებით, იქ გვაჩვენა ჩვენ მის დახასიათებაში, რომ ასაკშიც არის სხვაობა. ეს ადამიანი ამჟამად მოქმედებს, თითქოს რაღაც საქმიანობით არის დაკავებული. შეიძლება ისეთ საქმიანობით იყოს დაკავებული, კიდევ თქვენც არიცით, ბევრმა შეიძლება არიცით, ნუ ვინ იცით და ვინ არიცით. ხო, ეხა ვინც მიყურებთ, ყველა სიტუაციას ვერ ჩამოვთვლი, ასე რომ მეგობრებო, ბევრი რამე იცით და ბევრი რამე არ იცით ამ ადამიანის შესახებ. ეს ადამიანი ეხა ფიქრობს, საით წავიდეს, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ხო, კიდევ რას მოღვაწეობს? აი ხო გეუბნებით, არჩევანის წინაშე დგას. ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მაგია, ოქროს ხელება, ამან ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერი გამოსდის, რაც მის ხასიათს უნდა, ყველაფერი შეუძლია, მეგობრებო. ოქროს ხელები აქვს. ხო, ვიღაცის პარტნიორი ეწევა, შეიძლება მწეველი იყოს, კი, უყვარდეს დალებაც უყვარდეს, ან რაღაც წამლებს სვამდეს, შეიძლება ტაბლეტებს სვამდეს, ან დამამშვიდებლებს სვამდეს, ან შეიძლება ბევრი ყავის დალევა უყვარდეს. ხო. ჩემთან შუქი გაითიშა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე ესე გავაგრძელებ. თქვენ არ ინერვიულოთ?
1 წუთით უნდა დამელოდოთ. იმიტომ რომ შუქი გაითიშა და რაღაცა უნდა ავანთო. სწავლი თუ გინდოდეს. რა ავანთო ხომარით? სანთელი. 1 წუთით მეგობრებო. ნუ რა გავაკეთა? აი ხო ხედავთ? 21 საუკუნეში. ხო, აი ესია. რა ვქნა მეგობრებო, მაპატიეთ. მაგრამ ესეც ხდება. ნუ რა ვქნა? სხვა გზა არ გვაქვს. მე არ ვიცი როგორ უნდა დავინახო, მაგრამ კიდე მოვიდა სანთელს. რაღაც მინიშნებაა, კი ბატონო. ნამდვილად. სანთელს მოვიდა კიდე მეგობრებო 1 წუთით. 1 წუთით კიდევ სხვა სანთელს ავანთებ, მაპატიეთ. მე მაპატიეთ. აი ხო ხედავთ? ხო ხედავთ, მეგობრებო, რა შეასაქმე. თამაშობს დენი. ხო ესე ავანთებ სანთელს, რომ დავინახო და თქვენც დაგანახოთ. გავაგრძელებ ახლა ხა, აი ტრანსფორმაცია. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი იყო ან გადის ტრანსფორმაციას, უკვე ბოლოსკენა ნახეთ წერტილი და ტრანსფორმაცია, ანუ ტრანსფორმაციას ამთავრებს, გამოდის ამ სირთულეებიდან, ამ ადამიანმა გაიარა ძალიან რთული პერიოდი, ამ ადამიანის ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა მისი ცხოვრებიდან, მეგობრები, ნათესავები, სიტუაციები, გარემოებები, ანუ ჯოჯოხეთი აქვს გავლილი, რო იტყვიან, მოკლედ ტრანსფორმირდა. ძალიანაც კარგი. ეხლა. ხო. ეხლა მინდა ვკითხო თქვენზე. ეხლა მინდა ვკითხო თქვენს ურთიერთობაზე. როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? კიდევ რას გვეტყვის თქვენს ურთიერთობაზე? როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა ამ ადამიანთან? როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? მეგობრებო, თუ კი გქონდათ დაკეტილი ფინანსები, ამ ადამიანთან გაიხსნება თქვენი ფინანსები. ერთად, როგორც ჩანს, ყოფნის დროს გაიხსნება თქვენი ფინანსები, თქვენიც და მისიც. კიდევ, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? თუ კი გააქვთ ეხლა ძალა გამოლეული მეგობრებო და ენერგია არ გაქვთ, ბრძოლის უნარი მოგეცემათ, აი სურვილი მოგეცემათ ბრძოლის, აი თითქოს ფეხზე დადგეთ, რაღაც გააკეთოთ, სიახლეები შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, აი ხო ხედავთ, აი ესეთი სიტუაცია წამოვა თქვენთან. კიდევ, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? აი თქვენი ურთიერთობა როგორი იქნება? თქვენი ურთიერთობა როგორი იქნება? მეგობრებო, ნახეთ, ეს ადამიანი არის ძალიან აი როგორ თქვა, ეს არის წინასწარმეტყველების ბარათი. ამ ადამიანს აქვს ისეთი ნიჭი, რომელიც დაეხმარებათ წინათ გრძნობის ნიჭი რაღაცის დანახვის, ხედვის, რაღაცის აი როგორ თქვა, აი თუნდაც ჩემნაირი, ხო? ანუ შეიძლება ეს მოდეს ტაროლოგია, ფსიქოლოგია, აი ესეთი რაღაცები შეიძლება ეს მოდეს ნუმეროლოგია, აი რაღაც ისეთი რაღაცები შეეძლოს, რასაც ხედავდეს, შეიძლება კონდეს ხედვა, სიზმრები ხედავდეს სიზმარში ყველაფერს. ამიტომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს დაგეხმარებათ. ანუ ერთად თქვენ ძალიან ბევრ რამეს შეძლებთ. კიდევ. ხო. ეს ადამიანი დაგეხმარებათ, იცით რაში, აი ამ ადამიანთან ერთად უკან არ დაიხევთ, ამ ადამიანის გამო უკან არ დაიხევთ არაფერზე, არც ეს ადამიანი დაიხევს თქვენს გამო უკან არაფერზე. არანაირი რთული სიტუაცია თქვენ არ მოგცემთ დაბრკოლებებს. არა, მეგობრებო, ნახეთ, თქვენი რაცა არსად არ წავა.
ის რაც თქვენია, ხო, არც ეს ადამიანი წავა თქვენგან, არ თქვენ წახვალთ მისგან. ანუ ერთად, ხო, ერთად ხართ, ძალიან დიდი ძალა იქნებით. ერთად იქნებით ძალიან დიდი ძალა. კიდევ. ჩემო ძვირფასებო, ვისაც არ გჯერათ, ეს თქვენი ამბავია. მე აქ ეხლა არ ვარ იმისთვის, რომ ვინმეს რაიმე ძალით დავაჯერო. ხო. ეხლა მე მინდა ვკითხო დასტას. რა გელოდებათ ამ ადამიანთან? კერძოდ, რა გელოდებათ? რა გელოდებათ ამ ადამიანთან კიდევ? რა არის ის, რაც გელოდებათ ამ ადამიანთან? სამართლიანობა იზეიმებს. ბალანსი გექნებათ, ჰარმონია გექნებათ. ეს ადამიანი არის თქვენი დამსახურებული ჯილდო. თქვენ ერთმანეთისთვის იქნებით ჯილდო. აი, არ ვიცი, თქვენ თვალწინ ვიღებ კარტებს, მეგობრებო. ხო. მინდა გითხრათ. თქვენს ცხოვრებაში, თქვენ რომ ამ ადამიანთან ერთად აი რაც ჩამოვთვალე ახლა მე და აქ თქვი, მეგობრებო, ხო? ამ დროს იქნება წარსული, ესე შემოყოფს ფეხს მანიკური წამისვითო. წარსულიდან ადამიანი შემოყოფს ფეხს, რომელიც დაიწყებს პრანჭვას, გრეხვას, მანჭვას, ტყუილებს, ხასიათს გაგიფუჭებთ. ადამიანი, რომელიც ერევა ან ჩაერევა თქვენს ურთიერთობაში, კერძოდ თქვენს ცხოვრებაში, ხო, მეგობრებო? თქვენს ურთიერთობაში აუცილებლად იქნება ვიღაც, ვინც ჩაერევა. სასწაული თუ გინდოდეთ. ხო, კიდევ. ეხლა მინდა ვკითხო ერთი წუთით. შურიანი, ბოღმიანი, ღვარძლიანი ადამიანი, ეს არის წარსული. მე ახლა ვერ გეტყვით ამას თქვენი წარსული იქნება თუ მისი წარსული, მაგრამ თუ დაგიშავებთ რამეს. ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. ვერა მეგობრებო, ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. ამაზე არ ინერვიულოთ, არანაირი დაბრკოლებები არ იქნება. არა, არანაირი დაბრკოლებები არ იქნება. თქვენს ურთიერთობაში რაც არ უნდა მოხდეს, მეგობრებო, ეს ადამიანი და ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. აქ შეიძლება იყოს დროებითი პაუზები რასთან დაკავშირებით. ეხლა თუ კი რომელიმე სადმე წახვალთ, ან მივლინებაში, ან სამსახურში, ან ქალაქგარეთ, ან რაღაც საქმიანობისთვის, რაღაც დროის მანძილზე, ეს იქნება უბრალოდ დროებითი პაუზები, საათობრივი თუ დღიური, თუ კვირეული, არ ვიცი. დანარჩენი აქ მე ვერაფერს ვერ ვხედავ. ხშირად გექნებათ ქალაქიდან გასვლა, პიკნიკზე წასვლა, ზღვაზე თუ მთაში წახვალთ და სასვენებლად წახვალთ, ქალაქიდან გახვალთ ერთად. ძალიან ბევრი სიახლეები გექნებათ ცხოვრებისეული. კი, ამ ყველაფერს ერთად მიაღწევთ. ერთად იქნებით ყოველთვის. პრობლემებსაც ერთად გადაჭრით. კი. ეხლა მაინტერესებს თქვენი რეაქცია. თქვენი რეაქცია მაინტერესებს, მეგობრებო. ამ ადამიანთან დაკავშირებით ამ დღეს. თქვენი რეაქცია. ოჯახი. ბალანსი. ბატონო. თქვენი რეაქცია, ოჯახი, ბალანსი, ოჯახის სრული პაკეტით, დაოჯახება, ბავშვის შობადობა, ცხოვრების გაგრძელება, ოჯახის სრული პაკეტით. ბატონო. თქვენი რეაქცია, ბალანსი. ეხლა რა მინდა ვკითხო?
როგორი იქნება ეს ადამიანი თქვენს მიმართ? მაინც მინდა ვკითხო. როგორი იქნება ეს ადამიანი თქვენს მიმართ? თქვენს მიმართ როგორი იქნება? აი, მეგობრებო, აი უბრალოდ ნახეთ. ეს ადამიანი ძალიან თბილი, მოსიყვარულე, ემოცია სულ თქვენსკენ ექნებათ. სულ ესე ხელს გამოგიწვდით. დიდ სიყვარულს, მეგობრებო, დიდ სიყვარულს გამოგიწვდით. ეს ადამიანი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. ეს ადამიანი იქნება ამტანიც, გამტანიც, მიმტანიც, მომტანიც, შემომტანიც. სულ თქვენსკენ იქნება, მეგობრებო, სულ ახალი ცხოვრება. ეს არაა ის ადამიანი, ვინც ყოლიათ, ან ვინც გინახიათ, ან ვინც მაგალითად დაგინახიათ, ან გაგიგონიათ, არა, ეს არავის არ გავს. ეს არაა ის, ვისაც იცნობდით თქვენ. არა, მეგობრებო. აბა ერთი დაიდებით ახლა გულზე, რომელს გყავდათ ესეთი. ესეთი არავის არ გყავდათ, მეგობრებო. ტყულ არ დამიწეროთ ახლა აქ ზღაპრები. არც ჩემ წარსულზე ვიტყვი ესეთ რამეს და არც თქვენ არ ყავდათ ესეთი. ესეთი არავის არ ყავდათ, მეგობრებო. ოღონდ გულით ვამბობ. რადიკალურად ახალი ცხოვრება. ახალი, საერთოდ განსხვავებული, მეგობრებო. შეკაი ადამიანიშვილო, ქმარი თუ ყავს, კარგი აქ რა გინდა? გავაგზელებ. რას გვეტყვის კიდევ? თქვენი სტაბილურობა. მეგობრებო, ერთმა დამიწერა. ლაივში ერთმა ესე დამიწერა. შენო რას ლაპარაკობო? შენო ახლა ვიზეც ამბობო, ჩემი ქმარიაო და ჩემი ქმარი მტარიაო. მტარი თუ აქ რა გინდა? მტარს აქ რატომ ეძებ? ჩვენ ცოცხლები ვართ აქ, მტრებს აქ არ ვეძებთ, მეგობრებო. კარგი ქმარიანი და კარგი ცოლიანი ადამიანები აქ არ ვიკრიბებით, მეგობრებო. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის. მომიტევეთ მებოდიში თუ რაიმე არასწორად ვთქვი. ხო. გვერდზე ვისაც კარგი ადამიანი ყავს, ის აქ არ მოდის, არ შემოდის და ესეთ რაღაცებს არ წერს და არ იწონებს თავს. მაპატიეთ ესეთ საუბრისთვის. მე ძალიან კარგი ქმარი მყავს, ან მე ძალიან კარგი ცოლი მყავს. კარგ ცოლებს და კარგ ქმრებს აქ აი როგორა ღმერთო და მავიწყდა ისიც არაქებენ. სხვის და გასაგონად არაქებენ აქ. თან ესეც აქ TikTok-ზე. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ყველა რა თქმა უნდა. მეგობრებო, უბრალოდ ცოტა არარეალურად მეჩვენება თორე. ღმერთმა ყველანი ბედნიერად ამყოფოს. შეგვახარბაო. რატომ უნდა შემეხარბო სხვისი ბედნიერება, კაცო? ჯერ ეს ერთი ბედნიერებას ესე საქვეყნოდ არ ამჟღავნებენ, მეგობრებო. არასოდეს არ გააკეთოთ ეს. გადაამოწმოს, კაცო, რა ჩემი პრობლემაა. ეცინება თორე. თქვენ ამ ადამიანთან იქნებით ძალიან სტაბილური. ძალიან ბედნიერი იქნებით, ფუფუნება გექნებათ, თქვენი კომფორტი გექნებათ ამ ადამიანთან, მეგობრებო.